ეგრევე მოხვდა სახეში ხე. ესე იგი, კაი ამბავი არ გვაქვს. ორივე ქალბატონი. ჰოპ. დევი არ ყოფილან, თავიდან როგორც თქვი. გამარჯობა მეგობრებო, როგორც იქნა დაგიბრუნდით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. რატო არ ვიყავი ამდენი ხანი, რატო არ ვდებდი ვიდეოებს? ამას ნელ-ნელა მოგიყვებით პროცესში. ერთი რომ რაღაც ისეთ უცნაურ საქმეს ვაკეთებდი, რომელზეც ვიდეო გადავიღე და ვაპირებ რომ გაჩვენოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით საინტერესო პროცესი იყო და ასევე შემდეგ უკვე ამინდები ყველა საქართველოში ვცხოვრობთ, უმეტესობა ვინც მიყურებთ და კი იცით როგორი არეული ამინდები იყო ეს ბოლო პერიოდი. რამდენჯერაც მანქანაში ჩავალაგე ინსტრუმენტები, იმდენჯერ ისეთი ღრუბელი წამოვიდა, რომ აზრიც არ გქონდა წასვლას. ასე რომ ეს გადაიდო და ახლა როგორც იქნა შევძელი და მოვედი. ვინაიდან აღდგომა მოდის, გადავწყვიტე რომ სასაფლაოს გასუფთავების ვიდეო გადამეღო. მოგეხსენებათ, როდესაც სასაფლაოებზე მივდივართ ხოლმე, როგორც წესი წინა დღეებში ასუფთავებენ ხოლმე, ალბათ ყველა შეგვიმჩნევია რომ გარკვეული საფლავები ყოველთვის არის ესე ბუჩქებში და ეკალბარდებში დამალული. გადავწყვიტე რომ რამდენიმე ესეთი საფლავი შევარჩიო და გავასუფთავ. ჩემი აზრით ყველაზე ისეთი საქმე იქნება, რაც აღდგომის წინ შეგიძლია ადამიანმა გააკეთო. ამ შემთხვევაში ოძიში ვართ. ჩემი პირველი ვიდეო ოძისიდან იწყება. შესაბამისად გადავწყვიტე რომ მეთქი მოდი ეს დაბრუნებაც ოძისიდან დაიწყოს. იმიტომ რომ მგონია რომ კარგად წავიდა ყველაფერი სანამ გავჩერდებოდი და ეხლა ვიწყებ ახალ სეზონს და ესეც მგონია რომ კარგი სტარტი იქნება. ეხლა დაგანახებთ რა შევარჩიეთ. აი ესეთი ორი ცალი ერთმანეთის გვერდ მყოფი საფლავია, რომელიც აი რო შეხედავთ, ძალიან ცუდ დღეშია. ამ პირველ პატარა საფლავს რაღაც პატარა ის ქვა ადევს, ესეთი ქვა არ არის, საფლავის ქვა. ვაპირებ რომ დავიწყო მეორე საფლავიდან, იმიტომ რომ იქ ორი ცალი ქვა არის. ამას გაჩვენებთ ნელ-ნელა როგორ მდგომარეობაში. აი ხა გზა მინდა რომ გავათავისუფლო, რომ აქამდე მოვიდე, იმიტომ რომ აი შეხედეთ, უნდა შეძვრე, რომ ეს ადგილი გაიარო. ხო. ეს. მე გზას რო გავათავისუფლებ, უკვე მოვალ, ალბათ კარიც არ გაიხსნება. ხო არა. ცხეები უშლის, სავარაუდოდ გადავძვრები და შემდეგ კარის ადგილს გავითავისუფლებ და უკვე მე შევუდგები უშუალოდ შიდა ტერიტორიის გასუფთავებას. ასე რომ, აბა მოვემზადოთ და დავიწყებ შევუდგები მე ნელ-ნელა საქმეს. ხო, მადლობა ყველას, ვინც ელოდებით ვიდეოებს. აი განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ადამიანებს, რომლებიც აკომენტარებენ სად არის ვიდეო, ახალ ვიდეოს როდის დადებ, უკვე ნაყურებ ვიდეოებზე რომ აკომენტარებთ. აი უდიდეს мотивაციას მაძლევს და რო გგონია რომ რაღაც არხი ცოტა გაჩერდა და აუ ეხა არავინ აღარ მიყურებს, აი კომენტარები რომ ხვდები რომ ესე იგი ვიღაც მართლა რო გულშემატკივრობს და მართლა ღირს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ასე რომ უდიდესი მადლობა თქვენ. როგორც იქნა დაბრუნდა, ასე რომ ისიამოვნეთ. ნახოთ როგორი ვიდეო გამოვა ერთი სიტყვით. ხელთათმანები, რა თქმა უნდა, პირველს ყოვლისა და სათვალე აუცილებელია. აი ესეთი პირს მიწერდნენ, ეს დატესტეო, მულჩირებას უკეთებს, ესა ეკლებსო და ბუჩქებსო ძირითადად და მოკლედ ეს რო ვიყიდე და დავტესტე. დასატესტად არ გავიკეთე სათვალე, აი არ ვიცი რომ მეთქი უცბად უბრალოდ ერთი ბუჩქზე უნდა ვცადო, როგორ იმუშავებს მეთქი და 5 წუთის გამო მოკლედ სხვაგან მედო და აღარ გავიკეთე და ეგრევე მოხვდა სახეში ხე და აი გადავრჩი რომ აი ესეთი რაღაც თითის ხელა ჯოხი მოჭრილი მომხვდა აი ეს. და კიდე კაი რომ არაფერი მიქნა, წარბთან გამკაცრა და ქვემოთ და თვალი გადარჩა. ასე რომ კაი ჭკვის სასწავლებელი იყო რომ თუნდაც 5 წუთით როგორც კი ინსტრუმენტს ეხები, მაშინაც სათვალე უნდა გაიკეთო. იმიტომ რომ შეიძლება ეს ვიდეო ვეღარც გადამიღო, ეგრო წვეთით მოხვედროდა და არა ესე სიმაღლეზე. ასე რომ სათვალე არის აუცილებელი. კაი, ეხლა საწვავი ჩავასხათ ბენზოცელში და შევუდგეთ უკვე საქმეს.
ფიქრობ ხა ხელით ხო არ მოუჭრა რაღაცა პატარა ხეები რომ კარი მაინც გამეხსნა თქო რა შეგინთ არის რაღაც მსხვილი ხე ამასული რომელიც მე მგონი გადატეხილია გახმა დალპა და გადატყდა და ეგ თუ მართლა ეგრე არის და გადატეხილია მაშინ შეიძლება უცბად ის დიდი ხე მოვაშორო და უფრო გამემარტივდეს საქმე ასე რომ ვნახოთ საფლავის ქვებსაც ვნახავ ახლოდან. ორივე ქალბატონი ერთი არ იკითხება საერთოდ. მეორე გარდაცვლილი 1978 წელს. აი როგორც ვამბობდი, დამპალია და გადატეხილია. შესაბამისად, ადვილად მოტყდება ეს. აქ არის ძალიან ლამაზი ნარცისები. მაგასაც გაჩვენებთ. როგორც თქვი ნარცისებია ამოსული და ნარცისებს შორის არის ეს ველური იასამანი ამოსული და ხაქ რო სათიბელით მომეჭრა ესენი ნარცისებსაც მივაყოლებდი ესე რომ ვფიქრობ რომ ხელით ჯობია ეს ამების მოჭრა და ესეთი ლამაზი კოხტა სასაფლაო გამო აი ესეთი ლამაზი ნარცისებია ამოსული ეს თვითონ სასაფლაოს ქვა ნახეთ როგორია არ იკითხება. მეორე მხარეს აქეთაც ქალბატონი აქ უკვე იკითხება, მაგრამ ნუ გასაწმენდი არის. რამდენიმე წუთი დავისვენებ ახლა, იმიტომ რომ ეს ხელით მოჭრა ძალიან გღლის და ისე ცოტა ხანი დაგელაპარაკებით. პირველი, რაზეც მინდა საუბარი, რატო ვერ ჩავწერე ამდენი ხანი ვიდეო. როგორც აღარ მახსენე, რაღაც საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა და ამიტომ სადაც ერთი თვე სრულად დაუთმე იმ პროექტს. ეს იყო ფილმის გადაღება, რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი. სადაც მე კეთერინგის მომსახურებით დავკავდი, ასე ვთქვათ. ჩემი ყვითელი ავტობუსი, ხო იცით? ეგეთი მყავს კიდე მეორე ვარდისფერი, შეიძლება სხვადასხვა ფესტივალებზე შეგიმჩნევათ კიდევაც. მოკლედ ამ მანქანით, ჩემ მეგობრებთან ერთად გავუწიეთ კეთერინგის მომსახურება. ძალიან საინტერესო იყო ფილმზე, სეტზე მე არ მიმუშავია და კარგი გამოცდილება მივიღე. გადავიღე ბევრი რაღაც. უბრალოდ ეხლა ის არის გადასამოწმებელი, რისი ჩვენება შემიძლია და რისი არა, მაგას დავაზუსტებ. იმაზეც მინდა რაღაც პატარა ვიდეოს აწყობა, თუ როგორ მიმდინარეობს ფილმის გადაღება, რა დეპარტამენტები მუშაობენ, ვის რა როლი აკისრია და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა მოკლედ. რა თქმა უნდა, მთავარი კეთერინგია და ჩვენ გარეშე ეს ფილმი ვერ გადაიღებდა. თუმცა სხვა როლებსაც გაჩვენებთ. ახლა ხელთათმანი ხო მიკეთია, მაგრამ მაინც ხიჭვები გიჟვით მერჭობა.
ესე იგი, ძირითადი ნაწილი მორჩა. გასუფთავდა მე მგონი. ახლა აქ რეებიც ყრია, ამებს გამოვიტან. აქ არის პატარა ესეთი სასანთლე გაკეთებული და ამას გვერდზე მოვჭრი პატარა ცხესავით არის ამოსული. და ახლა მინდა გაჩვენოთ თქვენთან ერთად ნახოთ როგორ გასუფთავდება აი ეს ქვა. ჩვეულებრივი წყლით და ჩოთქით. მანქანა აღარ იქოქება. რატო? ასეთ ქვას გამო. ახალ მანქანასაც დაავიღებ მე ჩოთქს. ესე იგი, კაი ამბავი არ გვაქვს. მანქანა აღარ იქოქება, რითიც მოვედი, ასე რომ ღამეს სასაფლაოზე დარჩენა ნამდვილად არ მინდა და მომიწევს რომ მივიდე ახლო სოფელში რა ოძიში და ვინმეს დავთხოვო აკუმულატორი რომ დავაქოქინო. ნელ-ნელა მზე ჩადის, თას მოეფარება ცოტა ხანში და ამას გავასუფთავებ, რაც გადმოყარე, ესე რომ არ დავტოვო და მე უნდა გავიქცე. ესეთი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ახლა სანამ დაბნელებულა, ჯობია რომ მანქანას მივხედო და გავაკეთო. გონი ეს რაც გავაკეთეთ, ესეც რაღაც საქმეში ჩაგვეთვლება რა, ესეთი კარი არ იხსნებოდა როგორც გახსოვთ და ახლა ესე გასუფთავთ. ეგ არის. მადლობა დიდი. ხო არა, უკვე გავაქოქინე. მადლობა დიდი. ჯიგარი. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა. წაგან გავაჩერე, ხო არ გაქვთ მეთქი და არ გვაქვსო და ეთყობა ჩავიდა სოფელში, ამოიტანა და ამოვიდა და ავტობუსით რო დავდივარ ხოლმე, სულ მაქვს ის რისკი და ის შეგრძნება რომ მეთქი აი არ გავფუჭდეს და ძველი რო არის რახან და აქ რო წამოვედი, ავტობუსით არ წამოვედი მეთქი უნდა მომესწრო, ცოტა გვიან წამოვედით და მეთქი ამით წავიდეთ, არ გაგვიფუჭდა მეთქი და ესეც რაღაცა ის მოხდა. გიშერი უნდა ჩამოვიკიდოს, არ ვიცი რა. მაგრამ ყველაფერი კაი, რაც კარგად მთავრდება. მადლობა აქედან გია და გიორგი. ჩამოვხდი რუსთავში. ოძიში ახტომა დამავიწყდა. ეხლა რუსთავში ვარ მოკლედ. ოძიში ის სასაფლაო, რაც გავასუფთავე, იყო 2 დის საფლავი. დები იყვნენ როგორც ჩანს. ალბათ არავინ დარჩათ თუ არ ვიცი როგორ. მაგრამ ნუ მოკლედ 2 დის სასაფლაო გავასუფთავე. რუსთავშიც რო ვათვალიერებდი, დავიარე რამდენიმე ადგილი და მოკლედ ისე რომ არც მინახავს რა ეწერა საფლავის ქვაზე, აქაც აღმოჩნდა რომ მოვადექი 2 დის საფლავს რაც რაღაცნაირად ესეთი სიმბოლური გამოდგა და ვაპირებ რომ ეს გავასუფთავო. აქ იდეაში გასათიბი არაფერი არ არის. იასამანი და ნაძვებია ამოსული. როგორც ჩანს თვითონ ისეთ ადგილებში არის დარგული ამოსული რომ ამას განზრახ არ დარგავდა ადამიანი. შესაბამისად ქარმა თუ არ წამიღო ახლა ეცდები რომ გავასუფთავო. კარი არ იხსნება. ამიტომ სპეციალური სითხე მქონდა მანქანაში წესით უშველის და იმედია რომ გავხსნი, ასე რომ ვნახოთ რა გამოდის.
ხო, შეიძლება გიკვირთ სასხლავი მაკრატილით რატო ჭრიო, წვრილ-წვრილად, მაგრამ დიდი პარკები მაქვს წამოღებული და ჩასაყრელად უფრო მარტივი იქნება ვიდრე მთლიანები. ასე რომ ამათ სავარაუდოდ კიდე დავაკუცმაცებ და ისე გავიტან მე აქედან. იმიტომ რომ აქ არსად არ არის სივრცე. სოფელში, ოძეში იყო სპეციალური სივრცე, სადაც ესეთი ხის მონაჭრელები მიაქვს და მე რაღაც პერიოდის მერე გახმება უკვე ხეს წვავენ. ფოთლის დაწვა არ შეიძლება აქვე ვიტყვი. ხო, და ამ შემთხვევაში ამას გავიტან და შემდეგ გადავყრი უკვე. იასამანი არის ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსასპობი მცენარე. თავისი თუ ამოვიდა, ფესვი თუ გაიკეთა, მერე ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ მოსპო. სხვადასხვა შეწამლით და მოკლედ ძალიან რთული. ასე რომ იმის ილუზია, რომ ეს აქ აღარ ამოვა და აღარ მოედება, ხო მაგისი არ მოხს, მაგრამ წელს მაინც ლამაზად იქნება. გაყვავილდება და ერთი წელი მაინც ან ორი წელი ლამაზი იქნება. ახლა უნდა გადავიდეთ ნაძვთან. აი როგორც ახლოდან ახლა ქვები რო გამოჩნდა, დევი არ ყოფილან, თავიდან როგორც თქვი, ბიძაშვილები, ნუ არ ვიცი. გვარი საერთო აქვს, ორივე ქალბატონია, საინტერესო. სულ მოვიწყდება. არხი გამოიწერეთ. მოიწონეთ ვიდეო, თუ მოგწონთ რა თქმა უნდა და დააკომენტარეთ რას ფიქრობთ ჩემ არხთან დაკავშირებით.
აი რამხელა მნიშვნელობა აქვს დახარისხებას. ამხელა მასა დიდი ხეები გარეთ გადავიტანე, იმას თოკით შევკრავ და ერთიანად წავიღებ. ეს ფოთლები და წვრილი რაღაცაები პარკში და ორი პარკი გაივსო. ალბათ კიდე 1-2 გაივსება, იმიტომ რომ წაღან გვერდზე რაც გადავიტანის კამზე რომ მეგონა რომ უნდა გამეკეთებინა, ისევ აქ ვამჯობინე. იმათაც დავახარისხებ და აი ნაგავსაც რო ვამუშავებდეთ. მთელი ქვეყანა წარმოედგინეთ, ისეთ პატარა მასშტაბზე როგორ ეფექტს ახდენს და დიდ მასშტაბზე საერთოდ რა იქნებოდა. ეგ არის მეგობრებო, დასრულდა დღევანდელი დღე. აი როგორც ხედავთ, ის ყველაფერი რაც მოვუჭერით და დავაქუცმაცეთ, გამოვიდა 6 ტომარა. ასე რომ ჯობია ხოლმე ესე დავტოვოთ, ვიდრე თუნდაც რამდენიმე ტოტი რო მიატოვო და დაყარო, იმას შემდეგ სხვა დაამატებს და უკვე სანაგვედ გადაიქცევა რამდენიმე დღეში ან თვეში. ასე რომ ჯობია ესე გავიტანოთ. გამოიწერეთ არხი. და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და კომენტარეთ. აღდგომას გილოცავთ, რა თქმა უნდა, ბევრი სიახლე ველოდებათ წინ. ასე რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. აწი ესე დიდ პაუზას აღარ გავაკეთებ პირდებით. ხო, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გავიტან. აქ არ დავტოვებ.